დაახლოებით 15 წუთიანი მოლოდინის შემდეგ დაიწყო ეს ორთაბრძოლა. ივან პერშინი მსოფლიოს საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ. პერშინმა შეუტია თავიდანვე, მაგრამ ირაკლიმ ძალიან მარტივად დაიცვა თავი. პირველი 20-30 წამი რუსი უტევდა შოთა ხაბარელი აფრთხილებდა თავის შეգიც რომ ეაქტიურა რადგან გაფრთხილება არ მიიღო. კიდევ ერთხელ სადა პერშინმა შეტევა, მაგრამ ირაკლი ცივეკიძე ფხიზლად არის. ჩავლებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ირაკლი ცივეკიძეს პირველი ილეთი, რომელიც შეფასდა კოკათი. მინიმალური უპირატესობით კოკათი იგებს ირაკლი ცივეკიძემ 3 წუთი და 56 წამია. აი ეს ილეთი, რომელიც ცოტა უფრო დახვეწილად შესრულებული იყო, პერშინმა მოასწრო დასხდომა და ირაკლიმ მხოლოდ უმდაბლესი შეფასება კოკა მიიღო, 2 კოკა. 2 კოკათი ლიდერობდა ირაკლი ცივეკიძე. 3 წუთი და 42 წამი. და აქ ეხა ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება. მეორე წუთი მიმდინარეობს ნახევარფინალის. ცივეკიძე პერშინმა სადა ილეთი. ეხა ფეხი გაითავისუფლა, მეტოქის ფეხი ირაკლიმ და გადავიდა შებოჭვაზე. გადადის შებოჭვაზე. ჯერ დაწყებულა დროის ათვლა. ბოჭვა 30 წამი გვაშოვებს ეხა წმინდა გამარჯვებას. ირაკლი ცივეკიძე ბოჭავს რუს ივან პერშინს. ოთხმეტი წამი, 15. პერშინი მიხვდა რომ დამარცხებულია. რუსი გაკრულია ბეჭებზე. ირაკლი ცივეკიძე ოლიმპიადის ფინალშია. ნახევარფინალში მან დაამარცხა წმინდად ხალიჩას გააკრა ბეჭებით ივან პერშინი, რუსეთი. ფინალში ირაკლის მეტოქე იქნება ალჟირელი ამარ ბენიხლეფი. ეხა კი დავბრუნდებით ჩვენ ეხა ძიუდოს პირდაპირ ეთერში, ჯერ კაცები არ გამოსულან საასპარეზოდ. ქალთა ორთაბრძოლას ვიხილავთ, ირაკლი დააწესით უნდა გამოჩნდეს დაახლოებით 15-20 წუთში, თუმცა ნახევარფინალი ისე გაიწელა, რომ ძალიან ძნელია ზუსტი დროის განსაზღვრა, როდის დაიწყება ფინალური ორთაბრძოლა.